მოკლედ ხალხო, როგორც იქნა ეს დღე დადგა. დღეს შაბათია და ასტრა პარკში მივდივარ, ეს. მოკლედ ეხლა უნდა ჩავიცვა რამე რომე და ეხლა არის 9:10 წუთი. და 9:30-ზე უნდა გავიდეთ. 9:30-ზე, იმიტომ რომ 9-ზე მაქვს გაკვეთი. ამ თვეში მოტივირებული ვარ, იმიტომ რომ თვის ბოლოს მაქვს ჩემპიონატი. ეხლა კიდე ერთ შაბათი გადამშა და ეს ხო. და უნდა წავიდე რა. ეს არის ჩემი Ferrari-ის მაიკა. რავი. როგორ განახოთ. ესეთია. და რომ ჩავიცამ, ხო კარგად ნახავთ. ძალიან ყოფილი ვარ რა. ესეც ჩვენი ჩაფხუტი. ჩამოვიღებ ეხლა და წავიდეთ. ეხლა დავიზარით ნელ-ნელა, მივდივართ და საკმაოდ კაი დროს გამოვედით, ისე რომ ზუსტად მივავალ კვეთილზე. მე ეხლა 11 საათიანებში დავდივოდი რა. უკვე გახურებული იყო საბურავები და ეგრევე გავარდებოდი ხოლმე რაღაც ვიზავდი და აქ ეხლა ჩემი პირველი გაკვეთილი იყო ახალ ჯგუფთან და ეხლა ვარ 900 ათენიებში როგორც გითხარით. მიწევს საბურავების გახურება. და წინა გაკვეთილზე რო გავარდი ეგრევე მოვცურდი პირველივე მოსახვევში, იმიტომ რომ საბურავები არ იყო გახურებული. ამიტომაც ახლა მომიწევს 2 წრე რო გავახურო საბურავები. და თან ახალი მეთოდი უნდა გამოვიყენო. კიმი რაიკონენის გახურების ტექნიკა. ნუ ვინს ფორმულა 1-ს უყურებთ და ფანები ხართ, გეცოდინებათ რას აკეთებს, როცა ყველა ესე დადიან ესე ტრასაზე რო ახურავენ საბურავებს. ნუ ტაქტიკა ის არის, რომ გაზ დააჭერს, ცოტა ხანი სწრაფად მიდის და მე ეგრევე მუყურს აწვევა და როგორც თვითონ ამბობს, ბევრად კარგად ხდება საბურავები რა. მაგრამ ეგრე გიქა საბურავებს არ წვითავს, ხუჭებს. პირიქით ისე უფრო იცვეთებ თუ. აი სწრაფი მოხუჭეთა რო არ წვითება საბურავები. ისე უფრო იცვეთება, აი რომ მაქვს მოსვენილი, ისე უფრო წვითავენო რა. აუ კიდე ერთი წითელი, ოუ შიტ. არა. ზუსტად 9-ზე მოვედი. ამ მოსახვევში დავამუღავდი, იმიტომ რომ შუაში უშვებს საჭეს ხელს, რომ სწორად შევიდეს. დანარჩენი რა ვიცი, ჩემზე ძლიერებთან ვარ, ეგ უკეთესია, რომ უფრო გავშლი ფრთებს და კონკურენცია უფრო დიდი არის.
და თვის ბოლოს ჩემპიონატზეც გამოვალ და მაგ ვიდეოსაც გადავიღებთ. რუსო კონცენტრაციას გავუმაგრებდი. ჩემს ძლიერებს შემომჩნიე რომ მაგრა უსწრებდი რა. როცა იმენა ტვინს დავძაბობდი ძალიან და სწორ ტრაქტორებზე გავივიდი. ერთი ვარჯიში გადამჩა ჩემპიონატამდე და ამ ვარჯიშზე შევეცდები რომ რაც შეიძლება ბევრი ძალა მოვიკრიბო და კარგად ვიარო და ჩემ თავზე დავიწყო დაკვირვებები რა შეიძლება გავაუნჯობესო. მაგრამ მე ასევე მინდა თქვა რომ ეს ვიდეო დღეს არ დამთავრებულა. ეხლა გავვლით დედაჩემს და გავიხსენებთ ძველ დროს. ფართორივით იქნება იმ ვიდეოსი და მივდივართ ბურგერ-ბარში. Oh shit. მოკეთ მოვიდით ახლა შევკვეთა ჩვენი მენიუები და ველოდებით. Რაღაც შევცვლეთ ინტერიერი. კაი ინტერიერია მომწონს. დავიკან თუ ხედავ ტელევიზორს, ეგ არის ყველაზე კაი მომენტი, იმიტომ რომ მაგას უყურებ ხოლმე რა. როცა ველოდები ჩემს ბურგერს. ახლა ხოლმე მამა ჩემს უდები ხოლმე მისტერ ბურგერს, იმიტომ რომ იმხელაა რომ ფიქრობენ რომ ხა დასრულმა ადამიანმა უნდა შეჭამოს და ამ დროს მე კიდე პატარას მინდები. ამ დროს პირიქით. Uno Rivers კარტივითაა რა. უი ხალხო. დღეს არის ლეგენდარული აირტონ სენას დაბადების დღე. Yes. ეხა იქნებოდა 66-ის. მაგრამ 1994 წლის 1 მაისს თავისმა საჭემო უმტყუნა და შეასყდა კედელს. ფორმულათით უილიამსში იყო. მალე მოვიდა. ძალიან კაია. ამდენი ხნის მერე მოვოდი რომ შეგვიჭამო. აი მე სეზო დამატება. აი რავი რა, ხახო ბოლდიშით რა. არის კარტოფილი, ფრი, ბურგერი, соусები. არის. სიგიშია. დაია. მამდია. აკა. აი შეხედეთ. აი არც უნდა იშალ არაფერი. უბრალოდ დევს და გეუდება რომ როდის ჩაკაბიჩავ. ყოფილი რა. გასაკუთრებით ხორცი არის, რავი. კარგად შემწვარი, კარგად არის საკვეთოცანი შემწვარი პომიდორიც. და გემოების არის, გემოების თამაში მიდის პირში. სიტყვას, სიმწარე, სიმჟავე. აუ ყველაფერს კარგად შეზავება. არის. ბიჭო რო წამოდი და წამოთვა. მშობლებო. ბავშვები თუ გაწოხებენ, ხმაურით მოიყვანეთ აქ დასვით აჭამოთ და დამუნდებიან. ვაწვეს იმაში და იყოს იგიში. ეხა ციგივია, ეხა ციგიჟია. რავი 10-დან 10 ინტერიერის მომწონს, ყველაფერი გარემო არის. კაი, და მე აქ დავასრულე. ეგ კაცი ჩემი საქმე. მოკლედ ძალიან კაი იყო. დღე ძალიან კარგად ჩაიარა. ასტროპარკმა ძალიან გაასწორა მართლა. რჩევების მიმიღე რა გამოასწორო შემდეგში. და ბურგერ-ბარმა დააგვირგვინა. უგემრიელის ბურგერი იყო, აი რავი, აი მართლა ვერ გილაპარაკეთ უბრალოდ, იმიტომ რომ დამანდუმა. არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყეთ და ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.